შემოსავლების სამსახურის ახალი რეგიონული ცენტრი დღეს ორთაჭალაში გაიხსნა. მოქალაქის განახლებულ შენობაში ნებისმიერი ოპერაციის შესრულება უმოკლეს დროსა და განახლებულ პირობებში შეუძლია. თბილისის რეგიონული ცენტრის მშენებლობა 2009 წლის ივნისში დაიწყო. ოფისის თანამედროვე სტანდარტები და ტექნოლოგიებით აღიჭრვა. დასაქმებულია 300 ადამიანი. განახლებული შენობა საქართველოს პრემიერმა და ფინანსთა მინისტრმა დაათვალიერეს. მინდა მივულოცოთ ფინანსთა მინისტრს, ასევე მივულოცო კერძო სექტორის წარმომადგენლებს, იმიტომ რომ ჩვენი მიზანი რა არის? მიზანი ერთი არის ის, რომ მათ ნაკლები შეხება ქონდეთ საერთოდ შემოსავლების სამსახურთან, მათ ყველაფრის გაკეთება შეეძლოთ ინტერნეტის საშუალებით, კომპიუტერის საშუალებით, მაგრამ თუ აქვთ რაიმე შეხება, ეს იყოს მაქსიმალურად კომფორტული და მაქსიმალურად კარგი მომსახურებაზე დაყრდნობილი. სწორედ აი ეს, ასე ვთქვათ, რეაბილიტაციები, ახალი შენობები ამას ემსახურება, რომ მომსახურება იყოს მაქსიმალურად საუკეთესო. ეს არის პრაქტიკულად სრულიად შეესაბამება დღევანდელ ევროპულ სტანდარტებს, არის მთლიანად ტრანსპარენტული, გამჭვირვალე, არ არის ოთახების სტილის, არის დარბაზული სტილის, ყველას აქვს თავის სამუშაო ადგილი, თავის სამუშაო გარემო, რომელიც მთლიანად კომპიუტერიზებულია და ვფიქრობ, რომ ეს საკმაოდ ამაღლებს უკვე შრომის ნაყოფიერებას ჩვენ თანამშრომლებს. ჩვენ გვინდა რომ რაც შეიძლება ყველაზე გამჭვირვალე ვიყოთ, ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე შენობა არის ამ ტერიტორიაზე და გვინდა რაც შეიძლება ახლოს ვიყოთ ყველა გადამხდელთან, რომ მათ კომფორტული, ძალიან მარტივი და ყველანაირად გაუმჯობესებული სერვისი მივაწოდოთ.